არ მინდა ჩადიშალოთ ნამდვილად ამას არ ვაპირებ, არ არის პროვოკაციული, რადგან ახსენა დირექტორმა განსხვავებული აზრი, მინდა დაგიფიქსიროთ განსხვავებული აზრი თქვენ კოლეგებისადმი, რომლის მიმართ ტოტალური სიჩუმეა, რადგანაც და ძალიან მოსადგენია. მე-13-ზე მეტიც სტაჟი რო აქვს, 8 წლის წარმატებით ისეთი ადამიანი თქვენი კოლეგა გათავისუფლდა სამსახურიდან. მე მინდა სოლიდარობისკენ მოგიწოდოთ ამ ადამიანების და ჩვენ ვითხოვდით საუბარს ასე ხელშეკრულების აქამდე ვერ ხედავდით ნამდვილად და კარგი საშუალება იმისთვის რომ გითხრათ განსხვავებულად გულის ტკივილით, გულდაწყვეტით იმ საკითხებზე რომელზეც რატომღაც ჩუმად ვართ არ ვიცი რის ფასად ნამდვილად, მაგრამ არაერთი ხმაურის გამო ჩემი დევანდელი ფერი ხმაურის ფერიც ზუსტად რადგან გამორჩეულად ხმაურიანები ვართ, აღნიშნავს ამას. ჩვენ კიდევ ერთხელ ერთ ოფიციალურ განაცხადს კიდევ გავაკეთებთ ხალბატონო თინათი და თქვენი ხელმოწერა თუ იქნება ამ განაცხადზე, სადაც კახაბერ მელიქი აღგენას ექვემდებარება, გულისხმობს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით და იმედია თქვენ როგორც კოლეგებს ეს ფაქტი გაგახარებთ. იმიტომ რომ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს სიკეთის მეტი არაფერი უთესია განსაკუთრებით პროფესიულ ნაწილში. და თუ კი ვინმე სიმართლეზე თუნდაც განსხვავებულად ლაპარაკობს, სწორედ ეს ის ტელევიზია, რომლის 100 წლის თავზე ყველაზე მეტად იხშობა ხმა. მე მიხარია აქ ტაში იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც აფასებდა. ამ პარადოქსს არ ვიცი როგორ ამოვხსნით გარდა იმისა, რომ ერთხმად გადააბიჯეთ ამ სიჩუმეს, ამ ტოტალურ სიჩუმეს როგორმე რაღაცის ფასად გადააბიჯეთ და გადადგით ის ნაბიჯი, რაც გადასადგმელი. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. მე მომწოდებ სოლიდარობისკენ. რომელსაც ოფიციალურად გავაფიქსირებ ძლებებს. იგას მადლობა და საზოგადოებრივი არის ის ადგილი, სადაც ყველას აქვს უფლება რომ გამოთქვას საკუთარი პოზიცია და ეს არის